2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ უკვე 2025 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორმა კვლავ მაღალი ზრდის ტემპი აჩვენა და მხოლოდ 9 თვეში სექტორის საგარეო, ანუ მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 66%-ით რეკორდულ 791 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი მთლიანად 2024 წლის შედეგს აღემატება. დარგის წარმომადგენლების გათვლებით, წლიურ ჭრილში სექტორის შემოსავლების მოცულობა სავარაუდოდ $1 მილიარდსაც გადააჭარბებდა. ICT ასოციაციის სამმართველო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუკი 2022-2023 წლებში სექტორის მკვეთრი ზრდა ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციულ ბუმს უკავშირდებოდა, ამჟამად დარგში უკვე ბუნებრივი ზრდა ფიქსირდება. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. პირველი ფაქტორი არის, რომ ბაზარი გაჯერდა 24-23 შემდეგ და მიგრანტების ეფექტის შემდგომ უკვე ადგილობრივი, თქვათ, ტალანტებით წამოიზარდნენ და დაიწყო დასაქმება ადგილობრივი ტალანტის. ამასთან ერთად მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს არის ის, რომ იმ კომპანიები, რომლებიც გადმოვიდნენ საქართველოში, მათი ექსპორტი გაიზარდა, მათი მომსახურება გაიზარდა და მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენი სექტორი დამოკიდებულია ექსპორტზე. ჩემი მოლოდინია, რომ 2025 წელი მოცულობით გადაასწრებს, თქვათ, იგივე იმ რეკორდულ 23 წელს და ეს არ იქნება, თქვათ, ის ეფექტის ანუ ის თქვათ მიგრანტები, ომის გამოწვეული ეფექტი კი არა, უკვე იმითი, რომ ეკონომიკის თქვათ დასტაბილურებით ეკონომიკაში სექტორის დასტაბილურებით იქნება გამოწვეული და იმ ბუნებრივი ზრდით, რომელიც უკვე ჩვენი ქვეყნის პოტენციალი განაპირობებს. ჩვენი შემოსავლების დინამიკა იყო მზარდი, რაც სამი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი ფაქტორი ეს იყო, რომ ჩვენი კლიენტების ბიზნესები გაიზარდა და შესაბამისად მათგანაც დაკვეთები გაგვეზარდა. მეორე მიზეზი იყო ჩვენს მიერ სიახლეების დანერგვა, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შექმნა და შეთავაზება ბაზრისთვის. და მესამე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფაქტორი იყო საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო კარგად ათვისება. სახელმწიფო პროგრამების დახმარება უნდა აღინიშნოს ამ კუთხით, საწარმოეს საქართველოში კონკრეტულად. გასული წლის შემოდგომიდან უცხოელი IT სპეციალისტებისთვის ბიდადრობის ნებართვა დაინერგა, რაც თავად სექტორის მხრიდან დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სახელდებოდა. თუმცა, როგორც დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, პრაქტიკა მაჩვენა, რომ შესაბამისი ნებართვის მიღების პროცესი საკმაოდ ბევრ ბიუროკრატიას უკავშირდება, რის გამოც ჯერჯერობით ცვლილებას მოსაოდნელი ეფექტი არ ქონია. IT სექტორის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების და ქართული საწარმოების დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნულ რეფორმის შემოღებას ჩვენ როგორც კომპანიები უკვე დიდი ხანია ვითხოვდით და ის აღმოჩნდა სექტემბერში. ჩვენ უკვე მუშაობთ იმაზე, რომ ამ ცვლილებებზე ამ რეფორმაზე გარკვეული ცვლილებებით შევიტანოთ, იმიტომ რომ რაღაცა ბიუროკრატიული დოკუმენტაციებიდან გამომდინარე ისეთი მიუზიდველი არ აღმოჩნდა ადამიანებისთვის, გამომდინარე რომ ითხოვენ საკმაოდ ბევრ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოდგენაც ცოტა რთული არის დღევანდელ რეალობაში, ამიტომ ჩვენ მუშაობთ, რომ შევიტანოთ ცვლილებები და უფრო გამარტივდეს აღნიშნული ბინადრობის მოწმობის მიღება. გამოწვევად ისე რჩება ცოტა დაულაგებელი, ასე ვთქვათ, საგადასახადო სისტემა IT კომპანიებისთვის, კერძოდ ის, რომ შეღავათები, რომლებიც დაწესებულია საერთაშორისო კომპანიის სტატუსზე, არ ვრცელდება ქართულ კომპანიებზე. საქართველოს შიგნით მიწოდებაზე კონკრეტულად, ესე მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან დეველოპერების დასაქმება ბევრად უფრო მისაღებია და რენტაბელურია ჩვენთვის ქართული კომპანიების მომსახურებისთვის. ვიდრე ის, რომ ქართველები დავასაქმოთ და ქართველებს მოვიმსახუროთ. IT სექტორის ზრდის პარალელურად მზარდია მისი წელი ქვეყნის ეკონომიკაში. გასული წლის 9 თვის მონაცემებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებდა და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 8,2% ეჭირა. IT სექტორის მკვეთრ ზრდასთან და მის გავლენაზე რეალურ ეკონომიკაზე კვლავ კითხვის ნიშნები რჩება სპეციალისტების ნაწილს, მით უფრო იმ ფონზე, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოები არაერთი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ.
კითხვა რომ დავსვათ რა წილი არის აი ამ ასე ვთქვათ შემოსავლებში წილი რელოკანტების რა წილი არის software-ის რა წილი არის call center-ების რომელიც ასევე შეიძლება IT-ით იყოს დარეგისტრირებული ხო ან რა წილი არის gambling-ის რა წილი არის ტელეკომის შესაძლებელია იყოს რომ უბრალოდ ქართული იურისდიქციაშია მაგრამ ფიზიკურად ფრილანსერები ყავს მთელ მსოფლიოში და ანუ ის ეფექტი რომ აქ ხა ცხოვრობს გადასახადს იხდის და კაფეში დადის და ანუ მეორადი ინვესტირება ხდება ასე ვთქვათ გაძლიერება ხდება სხვა ინდუსტრიებისაც შეიძლება ეს ეფექტი არ არის ეს გასაანალიზებელია მონაცემებია ამიტომ საჭირო მეორე მხრივ თუ ეს მონაცემები მართლაც ისაა რაც ამბობენ და სანდოა ეს ნიშნავს იმას რომ საკმაოდ არასტაბილურია მაინც ბაზარი იმიტომ რომ როცა ეს წლის განმავლობაში ეს რყევებია ეს მიანიშნებს რომ ჯერ კიდევ არ არის დასტაბილიზირებული ძირითადი მაჩვენებელი ისევ არის ასე ვთქვათ ნედლი მოკლედ აუთსორსინგი ტვინების მიწოდება რაც როგორც ადრეც ბევრჯერ აღვნიშნავს არის საკმაოდ დაბალმარჟიანი და არასტაბილური შემოსავლების ზრდასთან ერთად მზარდია IT სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თუ კი ეს დარგი 2022 წელს 39000 ადამიანს ასაქმებდა, უკვე 2025 წელს ამ რაოდენობამ 52500 მიაღწია.